ევროკავშირის ელჩის განცხადებამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახალი დაპირისპირება გამოიწვია და დიპლომატის საგარეო უწყებაში შესაძლო დაბარების საკითხი გააქტიურდა. მმართველი გუნდი პაվել ჰერჩინსკის გზავნილს პოლიტიკურ დემარშად და ღია ზეწოლად აფასებს. ამასთანავე გაღიზიანება გამოიწვია ელჩის შეფასებამ, რომლის მიხედვითაც უახლოეს პერიოდში გადაწყდება ქვეყანა ევროპულ სივრცეს შეუერთდება თუ წარსულში დაბრუნდება. პრემიერ-მინისტრის პოზიციით საგარეო უწყებაში ელჩის დაბარება განხილვას საჭიროებს. ოპოზიციაში კი განსხვავებულად ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ მსგავსი ნაბიჯი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას დააზიანებს. მათივე შეფასებით პარტნიორებთან დაძაბულობა სტრატეგიულად არასწორი იქნება. ამ ეტაპზე უცნობია მიიღებს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებას დიპლომატის დაბარებასთან დაკავშირებით. თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში მაგდა ბლუაშვილი შემოგვიერთდება. მაგდა, მოგესალმები და გისმენთ. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საგარეო უწყება უახლოეს დღეებში აპირებს, რომ დაიბაროს ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი დამატებით კითხვებზე პასუხის გასაცემად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, როგორც უკვე გითხარით, მაკა ბოჭორიშვილის პოზიცია. ის აცხადებს, რომ როდესაც საქართველოში დაბრუნდება პაվել ჰერჩინსკი და მათ შორის სავარაუდოდ, როდესაც თავად მაკა ბოჭორიშვილიც დაბრუნდება ქვეყანაში, ამის შემდგომ მოხდება უკვე საგარეო უწყებაში ევროკავშირის ელჩის დაბარება. რაც შეეხება თავად პაվել ჰერჩინსკის გზავნილებს, ჩვენ მისი მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ როგორც ევროკავშირის ელჩი აცხადებს, უახლოეს კვირებსა და თვეებში გადაწყდება საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, თუ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ძველ ბნელ წარსულს. სწორედ ეს განცხადება გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის და მეორე დღეა უკვე გვესმის განცხადებები, რომ ახლა ევროკავშირის ელჩი ემუქრება და აშანტაჟებს ქართულ ხალხს სამოქალაქო ომით. აქვე მოვისმინეთ, როგორც უკვე გითხარით, მაკა ბოჭორიშვილის პოზიციაც საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც იზიარებს კოლეგების განცხადებებს, ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის ამ გზავნილმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რომ ევროკავშირი პატივს არცემს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, მათ შორის დღესაც საპარლამენტო უმრავლესობაში პირდაპირ განაცხადეს, რომ ევროკავშირის ელჩის გზავნილი არა მხოლოდ არის მუქარა და შანტაჟი, არამედ ის არის თავხედური და არადიპლომატიური ქმედება. უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და რა თქმა უნდა ჩვენ გამოვიყენებთ მას. ჩვენ არ გვიჭირს პაվել ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და რა თქმა უნდა გვექნება შესაძლებლობა თბილისში შევხვდეთ მას, როდესაც ის დაბრუნდება ბრიუსელიდან. ჩვენ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან, რაც არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოსთან და შემაშფოთებელია ნამდვილად მუდმივად უგულვებელყოფა ქართული ხალხის ინტერესების. პირდაპირ იმუქარები არის ქართულ ხალხზე, ჩვენ სახელმწიფოზე და იმუქრება ძალიან ბინძურად, რომ თითქოს საქართველო ბრუნდება სამოქალაქო ომის პერიოდში, სიბნელეში, რაც ყველანაირ საზღვარცდება და აბსოლუტურად მიუღებელია ელჩისგან ესეთი რიტორიკის მოსმენა. როგორც პოლიტიკოსი მე შევაფასებ ამ განცხადებას, როგორც ძალიან თავხეთ განცხადებას, რომელიც რა თქმა უნდა არ ჯდება არანაირ დიპლომატიურ ნორმებში და ეტიკეტში. თუ კი გავითვალისწინებთ საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს დღეებში ოფიციალურად მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩის დაბარება, თუმცა მანამდე, როგორც უკვე მოვისმინეთ, ქართული ოცნების წარმომადგენლები შემაშფოთებელს უწოდებენ ჰერჩინსკის გზავნილებს და აცხადებენ, რომ ახლა ტრაგიკულ მდგომარეობაშია ჰერჩინსკი, როდესაც მსგავსი ტიპის გზავნილებს ააჟღერებს ქართველი ხალხის მისამართით. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებიც და გზავნილებიც. ამ შემთხვევაში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან. ისინი აკრიტიკებენ ამ შემთხვევაში სახელისუფლებო გუნდს სწორედ იმ განცხადებების გამო, რომელიც უკვე მეორე დღეა ჟღერდება პაվել ჰერჩინსკის მისამართით. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტებს ევროკავშირის ელჩის განცხადება შანტაჟად არ აღუქვამთ და აცხადებენ ისინი, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ეს განცხადებები გზავნილები დასავლელი პარტნიორების მხრიდან და მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან ცხადყოფს იმას, თუ როგორ იქცევა ქართული ოცნება. შესაბამისად ოპოზიცია ახლა სრულ პასუხისმგებლობას სწორედ საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.
დიდი ბოდიში, მაგრამ რაზე უნდა დაიბაროს ელჩი ოცნებამ, რომელიც თავად არღვევს იმ ვალდებულებებს, რაც აქვს აღებული ევროკავშირის წინაშე, როდესაც მან მიიღო კანდიდატის სტატუსი. თუ ამ ფაქტზე, ამ მოცემულობაზე, რომელიც ოცნებამ თავად შექმნა, ნებისმიერი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი წუხს და უბრალოდ საჯარო წუხილს გამოთქვამს, რა შუაშია მუქარა. რა თქმა უნდა, ეს არის სრულად ოცნების ინტერპრეტაცია და მათი მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი, რომ კიდევ ერთხელ ევროკავშირისგან შექმნა მტრისხატი და სინამდვილეში თუ ვინმე ამ ქვეყნის მტერია თავად ოცნებაა. თურმე ევროკავშირის ელჩს უნდა საქართველოში სამოქალაქო ომი და სიღარიბე. სულ სხვა რამე თქვა. და გეგონება ხალხი ბაიყუშია. აი აბსოლუტურად ესე უტიფრად ამახინჯებს, სრულიად სხვა რაღაცას ლაპარაკობს ელჩის ნაცვლად. არა, ევროკავშირის ელჩი თუ სხვები ძალიან კაფიო გამიჯვნას აკეთებენ, რომ ერთი არის ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს და მეორე არის ეს მოღალატური კრიმინალური რუსული ბანდა, რომელიც ამას ყველაფერს ხელს უშლის. Კარგი იქნებოდა შესაბამისი რეაგირება მოიხდინათ, როდესაც ირანის ელჩი ავრცელებდა იმ განცხადებას, რა განცხადებას გაავრცელა პაվել ჰერჩინსკიზე თავდასხმა იმ ქვეყნების წარმომადგენელზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის კვლავ ქართული ოცნების მხრიდან ქვეყნის დაზიანების კიდევ ერთი მცდელობა. შანტაჟი თუ გაფრთხილება, ახლა საკითხი ასე დგას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ევროკავშირის ელჩის გზავნილების შემდეგ, რაც შეეხება კითხვას დაიბარებს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში. ამ შემთხვევაში შეიძლება ასე ითქვას, რომ ოფიციალური პასუხი თავად მინისტრის მხრიდან უკვე მოვისმინეთ, თუ კი გავითვალისწინებთ მაკა ბოჭორიშვილის გზავნილებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაიბარებენ ევროკავშირის ელჩს.